მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ვქეიფობთ. კარგით, დღეს გაჩვენებთ როგორ გავაკეთოთ სმესი. ამისთვის დაგჭირდება შემდეგი ინგრედიენტები, ეგ არის პურის გული, ეგეთივე ზომის როგორც კარტოფილი მოხარშული უკვე გავცხენით, ხო? და მოხარშული კვერცხის გული. ერთი სოსისი ივერია, ოღონდ თუმი და ცოტა კარაქი. ესე იგი, პირველ რიგში ჩვენ ვატარებთ ერთად პურის გულს და კარტოფილს. ვამატებთ კარაქს და კვერცხის გულს. რაც გამოდის, ისე ვაბრუნებთ უკან და უკვე ნელ-ნელა ვამატებთ სოსისს. ან ჩვენ გჭირდება რომ გამოვიდეს ეგეთი მასა, არც თხელი, არც სქელი. როგორც პლასტელინი რა. როგორც ხედავთ მეგობრებო, ჩვენი მასა ცოტა თხელი გამოვიდა. ამ შემთხვევაში კიდევ ვამატებთ პურის გულს. კიდევ ერთხელ დავამატებ პურის გული. და ისე ვატარებ. უკვე კაი კონსისტენცია აქვს და მგონი ცოტაც და გამოვა. კიდევ ვიტყვი იმას, რომ ზოგიერთი ამატებს სოფლის ზეთი. კაი სუნი აქვს მაგასა, ზოგიერთი ვიღაცა ბამბას ამატებს, იმიტომ რომ უფრო კარგად ნემსკავზე რო იჯდეს და ასე შემდეგ. მე გაჩვენეთ ძირითადი ეგეთი რეცეპტი, რაც მე მასწავლა ის კაცი, რომელიც კარგად ერკვევა ამ საქმეში და დიდი მადლობა პაატას. და კიდევ მეგობრებო, ერთი ყველაზე ძირითადი და მთავარი მომენტი ის არის, რომ როცა მიდიხარ თევზაობაზე მტკვარზე და აკეთებ სმენს, სჯობია ადგეთ უფრო ადრე და გააკეთოთ ადრე ეგ სმენს, იმიტომ რომ თუ გააკეთებთ საღამოს დილისთვის არ ექნება ის ეფექტი, რომელიც უნდა გქონდეს ამ სმენს. ამიტომ გირჩევთ უფრო 1 საათით ადრე ადგეთ, გააკეთოთ ეგ ყველაფერი და წახვიდეთ თევზაობაზე. ანუ ჩვენი სმესი მზადაა, მოდი ახლა გავსინჯოთ წყალში, როგორ იქნება, იშლება ეგრევე თუ არა და აბა არა, კარგად არის. საერთოდ მეგობრებო, მე როცა თევზავ პურზე ან სმეზე, ყოველ 3 წუთში ერთხელ, მით უმეტეს თუ დინებაში აგდებთ, უნდა შეცვალოთ 5 მაქსიმუმ რა, მაგრამ მე 3 წუთში ერთხელ ვცვლი ამ სმეს. იმიტომ რომ მაინც წყალია და მაინც დინება არის ახლა. ნუ, მაგრამ მაინც კარგად შეკრულია და არ იშლება. მე კიდე ძვირფასო მეგობრებო, ამაზე დავამთავრებ ჩემ ვიდეო გამოშვებას. თქვენ თუ გააქვთ თქვენი ვარიანტები, აუცილებლად მომწერეთ, ჩემთვის საინტერესოა. თქვენი აზრის მოსმენა ასევე. თუ გექნებათ რაიმე კითხვები, აუცილებლად დამიტოვეთ კომენტარებში და ასევე დააჭიეთ ლაიქ, subscribe და გააზიარეთ ვიდეო. გისურვებთ წარმატებას და ახალ შეხვედრამდე თევზაობაზე. კარგად მეგობრებო.